და ზოგჯერ კიდევ უფრო მეტად აღმატებული. ყოველთვის და ყველგან ღონისძიებების ჩატარება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს უამისოდ უბრალოდ შეუძლებელია. პრაქტიკას არ აქვს არავითარი ფასი დაგირებული. ეთიკურად მეტად მნიშვნელოვანი არის რომ ეტაპზეც ახალი შესაძლებლობა. სრულად მთელი მსოფლიოს მედიცინაში შედიდიდან ტანს დროს დავდო და დღეს ქართველ ექიმებთან ლევანს კალადონოიზას პირველ რიგში მინდა გამოვყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რაც არის. ვფიქრობ ეს არის ფორმატი თვითონ თანამშრომლობის ერთის მხრივ ეს არის ძალიან მაღალი დონის კონფერენცია, ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობით, მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული ექსპერტები და სპეციალისტები, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოებიდან, რომელიც გვეწვიან და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობაა ქართველი ექიმებისთვისაც ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მათთვისაც, სხვა შორის ჩვენი სტუმრებისთვისაც, ცოდნის გაღრმავებასთან ერთად პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვის კარგ პერსპექტივებს იძლევა. და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერში აკადემიური ჩართულობა, აკადემიურ დონეზე ყველაფერი ამის წარმართვა იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა ესეთი კონფერენცია ეს არის საუკეთესო საშუალება აზრის გაზიარების, ახალი გამოცდილების, ახალი ცოდნის მიღების და ყოველთვის უშუალო კონტაქტით უფრო მარტივია და უფრო ადვილია ახალი ინფორმაციების ურთიერთგაცვლა ექიმების და ამ დარგის სპეციალისტებს შორის. ამდენად ესეთი კონფერენციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ხელს უწყობს დარგის განვითარებას, მედიცინის განვითარებას. დღევანდელი დღე ემთხვევა გადაუდებელ მედიცინა და ინტენსიურ თერაპიას ჩვენ ქვეყანაში პირველად ხდება. პირველად ჩამოვიდა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი კრიტიკულ მედიცინაში ბარო ვინსენტი და მიმაჩნია რომ ეს არის საწინდარი გამარჯვება ქვეყნის რომ ასეთი დრანგის, ასეთი დონის კონფერენცია ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.